დღეს წმინდა წერილმა ჩვენ შემოგთავაზა იგავი თესვარის შესახებ, რომ გამოვიდა თესველი თესვად და ამ თესვის ჟამს ზოგი თესლი დაეცა გზაზე და მოვიდნენ ცისფრინველები და აკენკეს. ზოგი დაეცა კლდეზე, გამოიღეს ცირედი და გახმა. ზოგი დაეცა ეკალბარჩი და ეკალბარტმა შეაშთო ის, ხოლო ზოგი დაეცა კიდევაც ნაყოფიერ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი. ზოგმა 30, ზოგმა 60, ხოლო ზოგმა კიდევაც 100 მარცვალი. და თავად უფალი განმარტავს ამ იგავს და ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ თქვენო მოცემული გაქვთო გულისხმის ყოფაო, ხოლო სხვებისთვის სამწუხაროდ ეს გულისხმის ყოფა არ არის, რამე თუ ისმინენო და არა გულისხმა ყოფთნენო. და ისმინონ და არა გულისხმას ყონ, რა თქმა უნდა, ეს ღვთისაგან კი არ არის, არამედ ზუსტად თესველის იგავის შინაარსის მიხედვით შინაგან განწყობას და ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს. და მაცხოვარი განუმარტავს მოწაფეებს ამ იგავს და ეუბნება, რომ ისო რაც დაეცაო გზაზე და რომელიც აკენკესო ფრინველებმა, ეს არისო ღვთის სიტყვაო. პირველად თავად მაცხოვარი ამბობს, რომ თესვარი არის ღმერთი, ხოლო თესლი არის სიტყვა უფლისა, მოცემული ადამიანებისათვის წმინდა წერილში. მოცემული გარდამოცემით ეკლესიის წევრებისათვის და მთელი კაცობრიობისათვის. და ის რაც დაეცა გზაზე და აკენკეს ფრინველებმა, ეს ყოველივე არის სახე იმისა, თუ როგორ სიტყვა ღვთისა აირეკლა ადამიანის გულმა ბოროტის სულის მანქანებით. რამე თუ ეგ სიტყვა ღვთისა ადამიანის გულს ამ ნიადაგს კი მოხვდა, მაგრამ მოვიდა ბოროტის სული და აალაგა ეს ხელათვე. ანუ თუ ჩვენ დაუკვირდით შინაარსს, მაშინ დავინახავთ, რომ პირველი ბრძოლა ადამიანს ღვთის სიტყვის მისაღებად უწევს ბოროტ სულთან ეშმაკთან, რომელსაც არ სურს, რომ ამ სიტყვამ უფლისა ადამიანის გულში გაიდგას ფესვი. და ამის მაგივრად ბოროტის სული კიდევაც გთავაზობს მრავალ საცდურს. ეს არის სხვადასხვა სახის არასწორი სწავლება, სხვადასხვა სახის მწვალებლური სწავლებები, სწავლება ათეისტური, სწავლება ეგრეთ წოდებული წყალებში სამეცნიერო. ყოველივეს გვთავაზობს და ყოველივეთი გვაცტუნებს, რომ სიტყვა ღვთისამ არ გაიდგას ფესვი ადამიანის გულში.
აი ეს ბრძოლა უნდა ვიცოდეთ ძვირფასო ძმანო და დანო. ბოროტის სულისა და ადამიანური ვნებებისა არის ადამიანის გულზე, გულისათვის ბრძოლის ველიც გულია და ვისი იქნება ადამიანის გული საბოლოოდ, რამე თუ ნათქვამია ღვთის მიერ, სადაც არის საუნჯე შენი, იქვე იყოს გული შენიო. აი რა არის ჩვენი საუნჯე, ამას გამოაჩენს ჩვენი ცხოვრებაც. რისკენ მიისწრაფის ჩვენი გული. შემდგომ თესლი, რომელიც დაეცა კლდეზე და გამოივა მცირედი ფესვი, აღმოსცენდა, მაგრამ როგორც კი ზემ დააცხონა, ის გახმა. ესე არისო სახე იმ ადამიანების, რომლებმაც ღვთის სიტყვა სიხარულით მიიღეს, ესიამოვნათ, მაგრამ როგორც კი მოვიდა განსაცდელი და დევნა, მათ დაუტევეს სიტყვა უფლისა და სხვაგვარ ცხოვრების წესს შეუდგნენ. ეს ძვირფასო ძმანო და დანო ჩვენს გვჭირს სამწუხაროდ ხშირად. ადამიანი პირველად ეკლესიაში მოდის ერთი შინაგანი განწყობით, მოგზალებულად, სიხარულითაც, მაგრამ რაღაცა დროის შემდგომ თითქოს ძიმდება, მერე იწყებს რაღაც ესე თქვათ სხვადასხვა მოსაზრებების გამოთქვას, განკითხვას. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ზოგჯერ არის ისე, რომ აი ადამიანი ეკლესიაში მოსული ვიღაცამ დააბრკოლა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სარწმუნოების სიმტკიცეს და ჩვენს მისწრაფებას გამოხატავს ზუსტად აი რითაც ეს იგავი მთავრდება, აი იმ სიტყვებით, რითაც მთავრდება, აი ის მოქმედება გამოხატავს. ვიტყვი მაგაზეც თავის დროზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი განსაცდელი შესაძლებელი არის ჩვენზე მოვიდეს. და ეს განსაცდელი შეიძლება იყოს ეკლესიის გარეთაც და ეკლესიის შიგნითაც. მაგრამ ჩვენი სიმტკიცე ზუსტად ეკლესიის წიაღში გამოხატავს ჩვენს სურვილს ქრისტესთან ყოფნისა, ქრისტეს სხეულის წევრად ყოფნისა, ქრისტეს ოჯახის წევრობის სურვილს. და როდესაც ეს არის და მოვდივართ ეკლესიაში რაღაცა აქტოვანებით და მერე ცოტა ხნის შემდგომ აი რაღაცა მე ვიარე ეკლესიაში და აი ზოგიერთი ამბობს, რომ აი რა ვიცი ახლა ვერაფერი ვერ ვიგრძენი, ზოგი ამბობს აი ვიარე და რაღაც ჩემი საქმეები არ გამოსწორდა. ეკლესია არავის არ პირდება საქმეების გამოსწორებას და ასე თქვათ მუდმივად აღტაცებაში ყოფნას. პირიქით, თუ დავაკვირდებით, მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ სოფელშიო განსაცდელი ქონდეთო, მაგრამ ნუ გეშინიათო, რამე თუ მე თქვენთან ვარო. და ეს განსაცდელიც მომავალია ცხოვრებისაგან. განსაცდელი საკუთარი თავიდანაც მოდის
ბევრი კი არ ჭირდება ამას, რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რომელი ჩვენგანი ვართ ყოველთვის კარგ ხასიათზე. ზოგჯერ სრულიად, ასე ვთქვათ, გაუგებრად და უმიზეზოდ ვარ, რო იტყვიან, უჟმურად. და არ ჭირდება ამას ბევრი მიზეზიც. არ ვიცი მიზეზიც. ხოდა. აი ამიტომაც ძვირფასო სვანო და დანო ჩვენ უნდა გქონდეს და ვთხოვოთ უფალს, რომ სიმტკიცე შინაგანი, სიმტკიცე სულისა და ამ სიმტკიცეს რა ჭირდება, როგორც აღვნიშნე ზევით, ვიტყვით იგავის დასასრულს. შემდგომ უკვე მაცხოვარი ამბობს, რომ ნაყოფიო, რომელიც ჩავარდა ეკალბარჩიო და ეკალბარდმა ის მოაშთო, არ მისცა საშუალება გახარების, ეს არის ადამიანებიო, რომელთაც ისმინესო სიტყვა ღვთისაო, მაგრამ ამ წუთისოფლის საზრუნავმა ისინი გადაიბირა ცხოვრების ორმოტრიალში იმდენად ჩაითრია, რომ დაავიწყდათ ღვთის სიტყვა. და ამის მაგალითებიც მრავლად აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების რაღაცა პერიოდში თითქოს ასე ვფიქრობ, რომ ახლა მე ბევრი საქმე მაქვს. მე ეს უნდა მოვასწრო, მე ეს უნდა გავაკეთო. ახლა მე ამისთვის არ ვცალი, აი, მერე მოვიცლი სულისთვის, მერე მოვიცლი ეკლესიისთვის. და მიზეზად ვიდებთ ცხოვრებისეულ საზრუნავებს და ზოგჯერ ეს საზრუნავები არის საზრუნავი, ხო, რომელიც ყველას მჭირდება, ის რომ საჭმელი ვჭამოთ, ის რომ იტყვიან არ გვაწვიმდეს, ის რომ ჯანმრთელობას მივხედოთ, მაგრამ არის საზრუნავები, რომელთაც იმდენად შეიძლება გაგვიტაცოს ჩვენ, რომ დაგვავიწყოს საერთოდ სიტყვა ღვთისა და ამ სიტყვის მარადიულობა და ჭეშმარიტება. ეს შეიძლება იყოს ჩვენი პროფესია. ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ჩვენი გატაცება. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი არის ეს, რა პროფესიაა, მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სხვა. ის, რაც ღმერთს მაშორებს, ზუსტადაც მამსგავსებს მე იმ ეკალბარდით დახუთულ თესლს. ანუ ეს ყოველივე მოდებული არის, როგორც ეკალბარდი ჩემს სულს. და მოგეხსენებათ, რომ ეკალბარდში ადამიანი ისე ვერ შევა, თუ ის არ გაკაფა. და ის თუ არ მოაშორა მიწის მონაკვეთს, იქ ვერაფერი ვერ აღმოცენდება. აი ამგვარად ჩვენც უნდა მოვიშოროთ ის, რაც ღმერთთან ურთიერთობას გვიშლის. თორე საზრუნავი, რასაც ქვია ცხოვრებისეული და შრომა, ეს პირიქით ღვთისაგან არის ნაკურთხი, რამე თუ ნათქვამია, რომ შრომითა შენითა ჭამე პური შენია.
და თუ ადამიანი რომელსაც ძალუც რომ აკეთოს ბევრი საქმე და ამავ დროს გაუთმოს დრო თავის სულს იცხოვროს ეკლესიურად, ასეთი ადამიანი კიდევაც მისაბაძი არის. და ჩვენი წინაპრები უმეტესად ასე იყვნენ. რამე თუ ბავშვობიდანვე იზრდებოდნენ სარწმუნოებაში და ღვთის სიტყვას ისმენდნენ. და შემდეგ უკვე რაზედაც საუბრობს მაცხოვარი, ეს არის ნიადაგი კეთილი, რომელზედაც დაეცა თესლი და გამოიღო ნაყოფი 30, 60 და 100. ეს არის სახე მორწმუნე ადამიანების გულისა. და როგორ ამბობს, გამოიღო ნაყოფიო სიკეთით. ნაყოფი საღვთო ჭეშმარიტებისა, ანუ ნაყოფი ღვთის სიტყვისა, ეს არის სიკეთე, სახიერება, მოწყალება, სიხარული, მოთმინება, ლოცვა. ეს არის ნაყოფი სულისა წმინდისა და სიტყვა ღვთისა ჩვენს გულში ჩანერგილი. ეს არის სული წმინდის მადლის მოქმედება, ძვირფასო ძმანო და დანო. სული წმინდა მოდის ამგვარ გულში. მაგრამ იმისათვის რომ ნაყოფი იყოს გამოღებული და ეს ნაყოფი მაცხოვარი როგორც ამბობს, სხვადასხვა შეიძლება იყოს სიდიდის, მაგრამ ამ სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა. ის ყველა ძვირფასია. იქნება 30, 60 თუ 100. და იმისათვის რომ ეს ნაყოფი აღმოცენდეს, ამაზე მაცხოვარი ამბობს, რომ ნაყოფი გამოიღოსო მოთმინებითაო. აი მოთმინება ყველა სიკეთეში, მოთმინება ქრისტეს სათნო ცხოვრებაში აუცილებელი პირობა არის კეთილი ნაყოფის მისაღებად. და ეს მოთმინება კი არ არის 1 დღის თუ 10 წლის. ეს მოთმინება არის მთელი ცხოვრების მანძილზე. მოთმინება ღვთის სიტყვის აღსრულებაში, ძვირფასო ძმანო და დანო. იმისათვის რომ უფლის სიტყვა აღვასრულოთ. ჩვენ ამაში საკუთარი თავის გვეწინააღმდეგება. ის რაც ეკალბარდმა შთააშთვა, გარდა იმისა რომ არის ამ წუთის სოფლის გატაცებები და ზედმეტი საზრუნავები, ეს არის ამავ დროს ის ვნებები, რომელიც ჩვენში მოქმედებს. ჩემი პატივმოყვარეობა და ამპარტავანება, ჩემი გემოთ მოყვარება, ცოდვისკენ მიდრეკილება, ჩემი სიფიცხე და მრისხანება, ჩემი უყურადღებობა და
დაუდევრობა, ჩემი სიზარმაცე და უდებება და ეს რომ გადაილახოს, ამას ჭირდება ჩემი ცხოვრების დაფუძნება ღვთის სიტყვაზე და მოთმინებაც. რამე თუ ბრძანებს მაცხოვარი, რომ ვინცო ღვთის სიტყვა ისმინოს და აღასრულოსო, მსგავსი არისო კაცისა, რომელმაც სახლი თავისი ააშენა კლდესა ზედაო და მოვიდესო ღვნა და დაეტაკოს ამ სახლს და ვერაფერი ვერ უყოსო, რამე თუ კლდეზე არის აშენებულიო. ეს კლდე არის ქრისტე. სახლი არის ჩვენი გული, მაგრამ ამ სახლს ჭირდება სწორი აშენება და საამშენებლო ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა ეს არის უფლის სიტყვა. და ასეთ გულს ვერ აცტუნებს მერე ვერც ეშმაკი, ვერც ვნება, ვერც განსაცდელი და მწუხარება. ის იქნება კლდესავით და ამ სახლში სხვაებიც პოებენ თავშესაფარს. რამე თუ ამგვარ ადამიანს შეუძლია ნუგეშის ცემა მეორე ადამიანისათვის, დახმარება განსაცდელში და მწუხარებაში, ცხოვრებისეული მაგალითის მიცემა, სიხარულის განაწილება სხვისთვის. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო უნდა ვაშენოთ საკუთარი თავი. წმინდა წერილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე გამარჯვებულიო უფრო დიდი არის, ვიდრე ქალაქის ამღები. ქალაქის დამპყრობელი. აი საკუთარ თავზე უნდა ვიშრომოთ და ჩვენი სიმტკიცე და ჩვენი ძალა არის ღმერთი და არის უფლის სიტყვა, რომელიც უნდა ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღიურად შევეცადოთ და განვახორციელოთ. და მაშინ იქნება ჩვენი ცხოვრება სხვებისათვის მაგალითი სიკეთის, სულგრძელების, მოთმინების და სიყვარულის. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და მერთმა ყველას მოგცეს სიმტკიცე სარწმუნოებისა. ამინ. ჩვენთან